პირადი წელის გამოთვლა ძალიან მარტივია. ეს არის დაბადების დღეს, დამატებული დაბადების თვე და დამატებული მიმდინარე წელი. ყველა ციფრს ათითაოთ ვაჯამებთ, ერთეულამდე ვამრგვალებთ და მივიღებთ პირად წელს. ერთი არის ახალი 9 წლიანი ციკლის დასაწყისი და სტრატეგია ამ წლის არის, რომ დავიწყოთ ახალი საქმე, შევქმნათ საკუთარი ბრენდი, თუ არსებული ბიზნესი გვაქვს, გადავხედოთ სტრატეგიას და რაღაც ახალი სტრატეგია მოვუდგეთ და საკუთარი ცხოვრების სტრატეგია გავწეროთ შემდეგი 9 წელი. 2 ეს არის ურთიერთობების წელი და ხშირად ოჯახები ინგრევა პირადი წელი 2, როდესაც არის, იმიტომ რომ შინაგანი სურვილი გვაქვს, რომ დავამთავროთ ურთიერთობები, მაგრამ სტრატეგია არის, რომ პირიქით ვეცადოთ შევინარჩუნოთ და ეს ჩვენი დიპლომატია მაქსიმალურად დავიმუშაოთ. და არ არის რეკომენდირებული ქორწინების რეგისტრაცია, როდესაც არის პირადი წელი 2 და 8. პირადი წელი 3 ეს არის წელი, რომელიც ყველა ვარიანტში წარმატებული იქნება. ეს არის წარმატება ანალიზით და ოცნებების ახდენის წელი. პირადი წელი 4 ეს არის მისტიკის წელი. აი ამ წელს ხშირად ხდება მისტიური მოვლენები ადამიანის ცხოვრებაში და თუ შენ ხარ პოზიტივში, ეს არის პოზიტიური მისტიკა, თუ მინუსში ხარ, მაშინ ნეგატიური და უნდა დასახო მიზნები. პირადი წელი 5 ეს არის მასშტაბირების კომუნიკაციის წელი და ადამიანმა აი ბიზნესის მასშტაბირება კარგია რომ მოახდინოს. თუმცა შინაგანად სულ ექნება სურვილი რომ შევიდეს ბრძოლაში და თქვას ყველაფერზე რომ არასწორია, არალოგიკურია და მიზანი არის რომ პირიქით ყველაფერზე თქვას რომ კარგი, არ შევდივარ ბრძოლაში და მაქსიმალურად იმოქმედო სტრატეგიით და რომ იცი რა არის შენი პირადი წელი, ბევრად უფრო მარტივია, ხო, მართო. მე-6 წელი არის სიყვარულის და ტკბობის წელიწადი და ხშირად აი ქორწინების ამბებით ზუსტად მაგას ემთხვევა შეყვარებულობა, აი სურვილი რომ არაფერი არ აკეთო და დატკბე, მაგრამ მინუსში ეს არის ქრონიკული დაავადებების გამწვავების წელი, მაგრამ სტრატეგია არის რომ მიიღო ახალი ცოდნა. და 7 ეს არის ტრანსფორმაციის ან კრიზისის წელი. და იმაზეა დამოკიდებული აი პირადი წელი 6 როგორ გაატარა. თუ ისწავლე, მიიღე ახალი ცოდნა და საკუთარი სხეული შეიყვანო მკაცრ დისციპლინაში, გექნება ტრანსფორმაცია. მე-8 წელი ეს არის წელი შრომის, სწავლის, მატერიალიზაციის და ძალიან კარგი წელია უძრავქონების შესაძენად და უძრავქონებაზე სამუშაოდ. არ არის კარგი ახალი ბიზნესის დაწყება და ქორწინების რეგისტრაცია. და მე-9 წელი ეს არის ციკლის დასასრული და სტრატეგია მე-9 წლის არის რომ მიხედოთ ჯანმრთელობას, გაიკეთოთ ჩეკაპები, სხეული მაქსიმალურად დისციპლინაში ქონდეს, ჩახურო ყველაფერი რაც ჩასახურია და უძრავქონებაზე სამუშაოდ ძალიან კაი წელია მე-9-ც. თუმცა არ არის ახლის დაწყება რეკომენდირებული.